პავლე მოციქულისა წიგნი ებრაელთა მიმართ თავი მეოთხე. გვეშინოდენ უკვე ნუსა და დატოვებასა მას აღთქმისას და შესვლად განსასვენებელსა მისსა, ჰგონებდეს ვინმე თქვენგანი დაკრებულად თავსათვისა და რამე თუ ვართ ჩვენ ხარებულ, ვითარცა იგი იგინი, არამედ არარაი არგომა სიტყვამან მან სმენისამან, ვინაიდგან არათანა შეეზავა საწმნოება იგი მსმენელთა მათ. ხოლო ჩვენ შევიდეთ განსასვენებელსა მას მორწმუნენი ესე, ვითარცა იგი თქვა, ვითარცა ვფუძე რისხვითა ჩემითა, ვერ შევიდენ იგინი განსასვენებელსა ჩემსა, დაღათუ საქმენი იგი დასაბამიდან სოფლისაით ქმნულ იყვნეს. ამე თუ უთქვა მსტადამე, მეშვიდისა მისთვის ესრეთ და განისვენა ღმერთმა დღესა მას მეშვიდესა ყოველთაგან საქმეთა მისთა და ამის შემდგომად ყოლად იტყვის, ვერ შევიდენ იგინი განსასვენებელსა ჩემსა, ვინაიდან უკვე დავიეთმე აკლებს შესვლად მასშინა, რომელნი იგი წინასწარ ხარებული იქნეს, ვერ შევიდეს ურწმუნოებითა. ყოლად რასმე განაჩინებს დღესა დავითის მიერ და იტყვის, შემდგომად ესოდენისა ჟამისა, ვითარცა იგი თქმულ არს, დღეს თუ ხმისა მისისა ისმინოთ, ნუ განიფიცხებთ გულთა თქვენთა, რამე თუ უკვე თუმცა ისოს ძესა ნავესსა, განესვენა მათ და არამცა სხვისა დღისათვის ამისა შემდგომად იტყოდა. დასამე აკლდების შაბათობა იგი ერსა მას ღმრთისასა. რამე თუ რომელი იგი შევიდა განსასვენებელსა მისსა, მანცა განისვენა საქმეთაგან მისთა. ვითარცა იგი თვისთაგან ღმერთმა. ვისწრაფოთ უკვე შესვლად განსასვენებელსა მას, რაით არა მასვე სახესა ურწმუნოებისასა ვინმე შთავარდეს. რამე თუ ცხოველარ სიტყვა ღმრთისაი და ძლიერ და უმკვეთლეს უფროის ყოვლისა მახვილისა ორპირისა და მისწოდების იგი ვიდრე განსაყოფელად სამშინველისა და სულისა, ნაწევართა და ტვინთა და განკითხვა გონებათა და ზრახვათა გულისათა და არარაი არს დაბადებული დაფარულ წინაშე მისსა, არამედ ყოველივე შიშველ და ქედ დადრეკილ არს წინაშე თვალთა მისთა, რომლისათვის არს სიტყვა ესე ჩვენი. მივის ჩვენ მღვდელთ მოძღვარი დიდი, რომელმან განულა ცანი, იესო ძეღმრთისაი, შევიკრძალოთ აღსარება იგი მისსა მართლ. რამე თუ არა იგივით არის გვივის მღვდელთ მოძღვარი, რომელიმცა ვერ შემძლებელი იყო შეწყალებათ უძლურებათა ჩვენთა, გამოცდილი ყოვლი თავი მსგავსებითა თვინიერ წოდვისა. მოუხდეთ უკვე განცხადებულად საყდართა მათ მადლისასა, რაითა მოვიღოთ წყალობაი და ვპოვოთ მადლი ჟამსა შეწევნისასა.